ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ეთერშია ინფორმატორის 22 საათიანი ყველაზე ვრცელი გამოშვება. მე გაგაცნობ დღეის მანძილზე ქართულ და უცხოურ შოუ ბიზნესში მომხდარ სიახლეებს. ჯგუფმა ქუჩის ბიჭები ახალ ვიდეოკლიპზე დაიწყო მუშაობა, რომლის რეჟისორიც გიგა აგლაძე იქნება. კლიპი იქმნება რუსა მორჩილაძის სიმღერაზე ყველაფერი მეორდება. ჩვენი გადამღები ჯგუფი ლისის ტბაზე გადაღებების პროცესს დაესწრო. გიგა ნავს არ ვიღებ? უოტრიალებ მანქანას. შენ დაწვევი კაპოტზე. კი, და ბიჭები გადაიღებ შიგნით. კი ბატონო. აი ესე იყოს და ესე ვიაროთ რა კაცო რა. იყოს ეგრე ხო? სინათლე შემო. რაც არტიმეთში გავერთიანეთ. პირველი კლიპია, ახლა დავიწყეთ მუშაობა პირველ კლიპზე. ამ კლიპს დავამთავრებთ, მე შემდეგზე გადავალთ და ამუშავდით მოკლედ. აი, აქეთ მომწონს. აი, დავაი, წავიდა. ბატონო. იდეა იქიდან რომ თვითონ სიმღერიდან გამომდინარეა, იმიტომ რომ რაღაც ესეთი ლამაზი სიტყვებია სიმღერაში, რაღაცა დროის გამეორება, რაღაც და მაგიტო გავაკეთეთ ესეთი არჩევანი, რომ ძველი დროის ბავშვობის პერიოდი და შემდეგ უკვე ჩვენი გაზრდილი პერიოდი. ნახოთ როგორი გამოვა. იღებენ ის ბავშვები, რომლებიც აარჩიეს, ანუ ჩვენ ბავშვები, რომლებიც გვანან, 4-ვე ქუჩისთვის. რა ვიცი. აი, მე არ მინდა ეხლა ვისაუბრო კლიპზე და კონკრეტულად როგორი რეჟისურა იქნება. ვიტყვი, რომ ნახოს მაყურებელმა და თვითონ შეაფასოს. ეს სიმღერა თავისი არანჟირებით და თავის შესრულების მანერით არის აკუსტიკური არანჟირება აქვს, ანუ აკუსტიკურ გიტარებზეა გაკეთებული და ჟღერადობაც ჩვენი არის რადიკალურად სხვანაირი და ახალი, იქიდან გამომდინარე, რომ ცოცხალ ინსტრუმენტებთან მღერივართ და რაღაცნაირად ახალი ხედვა. როგორც იცით, თიკა ფაცაცია ალბომის გამოშვებას აპირებს. სიმღერების უმეტესობა მან უკვე ჩაწერა დათო ფორჭხიძის სტუდიაში. მოდით ახლა თავად თიკას გავესაუბროთ. უკვე 1 წელია ალბომზე მუშაობ და ვერაფრით ვერ წავიყვანეთ ბოლომდე, ანუ ბოლოში. ფინალში ვერ გავედით ჯერჯერობით, მაგრამ ერთადერთი რაც მახარისებს და მაიმედებს ეს არის, რომ კარგი სიმღერები გამოდის. ჯერ ბოლომდე მაინც რამოდენიმე სიმღერა მაინც გასაკეთებელია და ეს ყველაფერი მე კიდე დასაბალანსებელია, დასაბასტერინგებელია, ასე რომ ჯერ ძალიან ბევრი სამუშაო კიდე წინა გვაქვს და აქედან გამომდინარე დიზაინზეც ჯერ არ მეზრუნია. თუმცა დიზაინზეც წინა ალბომზეც მე ვიმუშავე თვით კომპიუტერთან და იმასთან ერთად. დიზაინერი უცვლელია სალომე. კლიპს გადაიღებს შალვა რამიშვილი, ანუ იდეის ავტორის და რეჟისორის თავად იქნება. და რაც შეეხება თვითონ გადაღებას, ჯერ ესეც ვერ ხერხდება, იმიტომ ჯერ კოსტიუმების დასრულებას ველოდები, ანუ სალომე სრუნავს ჩემს კოსტიუმებზე, როგორც თქვი, და აქედან გამომდინარე, სანამ სალომე არ მორჩება კოსტიუმს, მე რა თქმა უნდა კლიპს ვერ ვიწყებ.
კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში იაპონური კულტურის დღეები დაიხურა, სადაც წარმოდგენილი იყო ხალხური და თანამედროვე მუსიკა. ბატონი მაედა ჰიროტაკე თბილისში, რომელსაც თბილისში გაიარა ასპირანტურა, აქ მოვაწეობდა და მისგან შევიტყეთ ამ ქვეყნის შესახებ უფრო მეტი და აქაური მხარდამჭერების საშუალებებითაც მოგვეცა საშუალება ჩაგვეტარებინა კულტურის დღეები. ამ მოკლე დროში ჩვენ შევეცადეთ, რომ სხვადასხვა კუთხით წარმოგვეჩინა იაპონიის კულტურა. ჩვენ ჩავატარეთ ლექციები, 4 ლექცია იაპონიის კულტურის შესახებ, ჩატარდა დისკუსია ისტორიის, საქართველოსა და იაპონიის ისტორიის საკითხებზე. ბატონი ოგი არის მსახიობი, რომელმაც ჩაატარა სპექტაკლი, ერთი მსახიობის წარმოდგენა. აქ გამოყენებული იყო როგორც ტრადიციული იაპონური კულტურის ელემენტები, ასევე დასავლეთის ქრისტიანული კულტურის ელემენტების შერწყმა იყო. ეს იყო სულთა გაცვლა, ასეთი წარმოდგენა იყო. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.